ქუჩის თეატრალური ფესტივალი ბათუმში ღია-ცის ქვეშ წარმოადგენს და თეატრალურ მსვლელობებს სხვადასხვა თეატრალური დასები მთელი მსოფლიოდან წარმოადგენენ. ქუჩის თეატრალური ფესტივალი ბათუმში უჩვეულო სანახაობით გაიხსნება. თეატრალიზებული კოსტიუმირებული პერფორმანსის პერსონაჟები მოცარტი, ჰანს კრისტიან ანდერსენი, სტივ ჯობსი, ალფრედ ნობელი იქნებიან. სლოვაკეთის თეატრალური კომპანია საკუთარ წარმოდგენას ღია-ცის ქვეშ ბათუმის ბულვარში გამართავს. ქართული თეატრებიდან კი ბათუმის ქუჩის თეატრალურ ფესტივალზე პირველი რუსთაველის თეატრი გამოვა და პიაცაზე მტრის ნიღაბს ითამაშებს. კიდევ ერთი ქართული წარმოდგენა, რომელსაც ზღვისპირა ქალაქში მუსიკისა და დრამის თეატრი აჩვენებს, კარმენი იქნება. ნებისმიერ ესეთ გამოწვევას, ასე ვთქვათ, მივესალმები, იმიტომ რომ როდესაც თეატრი ინაცვლებს თავისი შენობის გარეთ, ეს ყოველთვის ბევრად უფრო საინტერესოა, ბევრად უფრო სახალისოა. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი ქუჩის თეატრალურ ფესტივალზე საბავშვო სპექტაკლს წითელ ქუდას წარმოადგენს. ადგილობრივი დასი წარმოდგენას ევროპის მოედანზე გამართავს. ეს არის ჩემოდანში ჩატეული მთელი სამყარო, სადაც არის რეკვიზიტების, თოჯინებიც, განათებაც და აბსოლუტურად ყველაფერი. რადგანაც ეს თვითონ ფესტივალი ითვალისწინებს, რომ ეს თეატრი არის ქუჩაში, არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენს ქართულ სივრცეში ძალიან ცოტა სპექტაკლებია ისეთი, რომელიც ქუჩაში შეიძლება გაიტანო და აჩვენო მაყურებელს. ქართული და უცხოური დასები თეატრის შენობებიდან გარეთ გამოდიან და ქუჩაში უსასყიდლოდ თამაშობენ. ქუჩის თეატრალური ფესტივალი 2 წელია არსებობს და წელს კიდევ უფრო მასშტაბური და საინტერესო პროგრამას სთავაზობს მაყურებელს. მაყურებელი სხვანაირად რეაგირებს და სხვანაირად უყურებს, რა თქმა უნდა. ატმოსფეროა აბსოლუტურად განსხვავებული და ძალიან ეს არის გამომწვევია ეს ყველაფერი და ვფიქრობთ, რომ ეს 10 დღე ბათუმში 4-დან 14 აგვისტომდე იქნება მართლა დაუვიწყარი. თეატრი ქუჩაში. მსახიობები ზაფხულის ცხელ დღეებს ბათუმში გაატარებენ და ქალაქის ყველა ცენტრალურ მოედანზე, ბათუმის კოლონებთან, პიაცაზე და ბულვარში ითამაშებენ. 5-დან 15 აგვისტოს ჩათვლით ბათუმი თეატრალური ცხოვრების ეპიცენტრად იქცევა და სხვადასხვა ქვეყნის დასებს, სპექტაკლებსა და თეატრალურ მსვლელობებს უმასპინძლებს.